ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო საუბარი არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელის და ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძესა და სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებლის ირაკლი ჩიხლაძეზე. პროცესი დახურულ რეჟიმში იმართება. დეტალებს ახლა მაკალაშხია გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. მაკა, გისმენთ. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი ჩიხლაძის სასამართლოს ხდომა თითქმის 1 საათზე მეტი უკვე რაც დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსამართლემ მსჯელობს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ზუსტად 9 საათში კი უკვე დაიწყება გულბაათ რცხილაძის სასამართლო პროცესი. როგორც უკვე აღნიშნე, ორივე პროცესი არის დახურული. შესაბამისად, ჟურნალისტებს ჩვენ არ გვეძლევა საშუალება დავესწროთ სხდომას და გავიგოთ თუ რა პოზიცია აქვს ბრალდებულებს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადვოკატების ინფორმაციით არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საქმეს უწოდებენ აბსურდულ საქმეს, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათ წინააღმდეგ საქმეში არ დეს მტკიცებულება, რაც მათ ჯაშუშობას დაადასტურებს. მე გეტყვით იმას, რომ საგამოძიებო უწყება გულბაათ რცხილაძის შემთხვევაში ედავებოდა 2 ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ინფორმაციის გაცემას, თუმცა საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია თუ რომელ 2 ქვეყანას გულისხმობდა, თუმცა ადვოკატებმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე იყო თუ არა ეს 2 ქვეყანა რუსეთი და ირანი არ გამორიცხა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს 2 ქვეყანა იყო, რასაც გულბაათ რცხილაძეს ედავებიან. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ირანის საელჩოდან გულბაათ რცხილაძეს მოწვევა, ჟურნალისტური საქმიანობა უნდა განეხორციელებინა მას, თუმცა ის ირანში არ წასულა, გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა მისი დაკავება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადვოკატები არ საუბრობენ, როგორც უკვე გითხარით, მათ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად, ბევრ დეტალზე ისინი ვერ საუბრობენ მედიასთან. 314 მუხლის შემადგენლობა რომ იყოს, რითაც ბრალი წარედგინა ჯაშუშობა, ამისთვის საჭირო არის, რომ ირაკლი ჩიხლაძეს სახელმწიფო საიდუმლო რაიმე დოკუმენტი, საგანი ან ნივთი მოეპოვებინა და გადაეცა უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის. ერთი და მეორე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეილახებოდა. ამ კითხვაზე პასუხები გუშინ ვერ მივიღეთ მასალების გაცნობის შემდეგ და ვერ მივიღეთ გამომძიებლისგან. დღეს ამ კითხვას დაუსვათ პროკურორს. პროკურატურა ბუნებრივია პატიმრობით შევა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა იქნება ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, ან გირაოთი განთავისუფლება. გარკვეული სახის ვიდეო მასალები დევს და გიდასტურებთ, უბრალოდ დეტალურად ვერ გეტყვით რა მასალები დევს და რა შინაარსის ვიდეო მასალებია იქ, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, რაც გუშინ გითხარით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გულბაათ რცხილაძემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა. საგამოძიებო უწყება არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელს გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს 314 მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, დღეს უფლებადამცველები დააყენებენ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების ან გირაოს გამოყენების შუამდგომლობას, თუმცა სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს დღეს სასამართლოს. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობა დასრულდება. მადლობა, მაკა ლაშხია იყო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.